სპექტაკლი პრემიერისთვის თითქმის მზადაა. 7 წლის შემდეგ რეჟისორი ლაშა ნოზაძე ბოლნისის თეატრს უბრუნდება. ბოლნისში დადგმის სურვილი და განაპირობა იმან, რომ აქ მაყურებელი არის, მე ვთვლი, რომ ყველაზე ზუსტი ვიდრე სხვა პროვინციებში და პროვინციული თეატრი ყოველთვის ნომერი 1-ია ვიდრე დიდი ქალაქების, იმიტომ რომ არ ექვემდებარება კონკურენციებს და არ ექვემდებარება ტყუილს, ანუ მაყურებელს თუ მოსწონს, მოდის უყურებს და სიამოვნებს და გამოხატავს კიდევ. თუ არ მოსწონს, პირდაპირ აღიარებს მას. ბოლნისი ამისი არის ნომერ პირველი მაგალითი. თამბეჭდავის სულში ჩამწნომი დამაფიქრებელი ისტორია ბერისა და სატანის ბრძოლაზე მოგვითხრობს. სცენარისულ 5 პერსონაჟისგან შედგება. მთავარი როლის შემსრულებელი ათეულობით წელია მსახიობია, მაგრამ ამბობს, რომ მსგავსი როლი არასოდეს უთამაშია. მე ესეთი როლი არ მქონია. ეს არ ვიცი თქვენც ნახავთ, ეს არის რაღაც სხვა სამყაროა. ჩემთვის ყოველთვის ღელავ ისევე როგორც ყველა სპექტაკლი ამ დროს ყოველთვის ღელავ, ყოველთვის განვიცდი, ყოველთვის მტკივა, ყოველთვის მეშინია, ყოველთვის, მაგრამ მადლობა უფალს, რომ ამ როლის შესრულება მეუხდა წილად და მადლობა თვითონ პიესის ავტორს, მადლობა ბიჭებს, მადლობა ლაშას. ყველაფერი მთლიანად შექმნილია ლაშას მიერ, უფლის მადლით, რა თქმა უნდა. იმიტომ კი არა რომ კაცი მოვკარდა. რო კლავდი სიამოვნებდა. აი სიზღით მიცხოვრია და სიამოვნება სისხლით დიმიტრი მალიაგინის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი პიესა ლაშა ნოზაძემ პირველად 2008 წელს რუსთავში საკუთარ თეატრში დადგა და მაყურებლის აღტაცებაც დაიმსახურა. სრული ანშლაგით ჩაიარა სპექტაკლმა რუსთაველისა და რუსთავის დრამატულ თეატრებშიც. ბოლნისის მუნიციპალური დასის სპექტაკლზე ერთი თვეა მუშაობს. სპექტაკლი, რომელსაც 17-ში შევთავაზებთ მაყურებელს, არის ყველასთვის, ვინც ეძებს უფალს, ვინც იპოვა, ვისაც წამს, ვინც ორჭოფობს. ანუ ყველასთვის არის და ის ცხოვრება, რაც ამ გმირებმა გადაიტანეს, რასაც თქვენ ნახავთ ამ სპექტაკლში, ის ყოველდღიურად მეორდება ჩვენში. თავარი არის, რომ ქართველში არ მოკვდეს ღმერთი. ქართველში თუ ღმერთი მოკვდა, საქართველო აღარ იარსებებს და აი ეს სპექტაკლი სწორედ მაგაზეა, რომ ქართველს და მით უმეტეს ბერს, რომელსაც 100 ადამიანის ერთდროულად მოქცევა ძალუც, ცხოვრობს უფლის კანონით, სხვა არაფრით რა და თეატრი კიდე გადასარევი საშუალებაა ამის მოსაყოლად. კრიტის პრემიერას ბოლნისელი მაყურებელი 17 ივნისს იხილავს.